რომ ხართ ჩვენთან ხაზზე. ბატონ დიმიტრი, მოდით დავიწყოთ შეფასებით, რა არის ის პროცესი, რომელიც ეხლა მიმდინარეობს ერთპარტიულ პარლამენტში, რა შეგიძლიათ უწოდოთ, რა სახელი შეგიძლიათ დაარქვათ აი მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევის პროცესს? მოგესალმებით. არ ვიცი რა შეიძლება უწოდოთ მარტივად, ეს არის უზურპაცია ბოლო ეს თქვა შტოსი ხელისუფლების მცდელობა ყოველ შემთხვევაში ამისი. ჩვენ დავინახეთ, რომ პრაქტიკულად ამ არჩევნებით ერთის მხრივ არალეგიტიმურმა პარლამენტმა, რომლის ლეგიტიმაციას ზოგადად ფართოდ უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ არის და არ აღიარებულია როგორც საერთაშორისო ისე ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილის მხრიდან და მეორეს მხრივ არ გვეს იმ სულისკვეთებას, რომელიც თავის დროზე თუნდაც ირაკლი კობახიძის მიერ დაწერილ კონსტიტუციაში იყო, რომ პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო კონსენსუსით, მაღალი კონსენსუსით და მაღალი პოლიტიკური ჩართულობით არჩეული. ჩვენ დავინახეთ, რომ დღეს მოხდა ისეთი პრეზიდენტი ისე არჩევა პრეზიდენტის, როგორც ირჩევენ პარლამენტის პარტიის თავმჯდომარეს. ანუ რაღაცა პარტიის თავმჯდომარის პოსტი აირჩია რატომღაც მიხეილ სააკაშვილმა. ჩვენ ხედავთ, რომ ეს არის ერთის მხრივ მარტო ქართული ოცნების პრეზიდენტი, ვთქვათ, პარლამენტის წინ კიდე ახალგაზრდებით განა და ძალიან მხიარულად, ხალისიანად, ძალიან იმედიანად აპროტესტებენ ფეხბურთის თამაშით აი ამ პროცესს და საუკეთესო რაც შეიძლება მიხეილ ყაველაშვილმა გააკეთოს, ჩამოვიდეს ამ ბავშვებს ეთამაშოს ფეხბურთი, იმიტომ რომ მათი ხმა უნდა გაიგოს და მათთან ფეხბურთის თამაშით ის გაიგებს თუ რა არის, როგორია მათი დამოკიდებულება ეგრეთ წოდებული არჩეული პრეზიდენტის მიმართ. ძალიან მარტივია ყველაფერი, ძალიან ხელის გულზედებს ყველაფერი, უბრალოდ ფართოდ უნდა გაახილოთ თვალები და არა დახუჭული თვალებითია რომ ამ ქვეყანაში. ფართოდ თუ გაახელთ თვალებს ძალიან დაინახავთ რომ ამ ხალხს, ამ ახალგაზრდებს აქვს ძალიან დიდი იმედი, შეგრძნება იმის რომ მათ ხელში არის დღეს ქართული სახელმწიფოს მომავალი და ამ მომავლისთვის ძალიან ხალისიანად, ძალიან ლაღად და ძალიან ლაღად იბრძვიან. აი იბრძვიან იმით რომ მოვიდნენ დღეს და ყველაზე საუკეთესო რაც შეეძლოთ ფეხბურთის თამაში შეთავაზეს ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტს. რა ვიცი, ყაველაშვილის პასუხი იქნება ზურგიში აქციოს და ვერ ხედავს ამ ახალგაზრდებს. თუ ეს იქნება, არ ვიცი, მას შეუძლია რომ ისტორიაში ძალიან ნეგატიური პერსონაჟი გახდეს. აი არაფრის თმელი, თუმცა აღმოჩნდა რომ თვითონაც თავისი მაგ უნდა თქვა რომ კომპეტენციები არაფრის არ აქვს. მთავარია რომ ის ასევე არგოს კონსტიტუციურ ნორმებს, იმიტომ რომ ის ყოველთვის ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში იყო წინააღმდეგი იმისი, რასაც ევროპული ინტეგრაცია ჰქვია, თუმცა ამას ხმამაღლა არ ამბობს, მაგრამ ყველაფერს აკეთებს საბოტაჟის ნაწილი იყო და დღესაც აგრძელებს და კონსტიტუციას არგოს ხალხთან აღსაუბროს. ბატონ დიმიტრი, არჩევანია. როგორ ფიქრობთ, აი ამ ნიშნითაც შეირჩა ყაველაშვილი, როგორც რაღაცა პრეზიდენტობის კანდიდატი, მისი აი გამძაფრებული კრიტიკა სწორედ დასავლეთის მიმართ, ხომ ამით გამოირჩეოდა გამძაფრებული კრიტიკა არა მგონია გამძაფრებული კრიტიკა მაგათ ყველას აქვს მეტნაკლებად ვისაც როგორ შეუძლია ისე გამოხატავს ამ კრიტიკას, იმიტომ ეს საერთო მესიჯ ბოქსია, იწერება მესიჯი მოძდით და ამის მიხედვით საუბრობ. აქ ამაში განსხვავება არის. ერთადერთი რის გამო ჩემი აზრით ყაველაშვილი შეირჩა არის ის, რომ ერთი მას ალბათ როგორ გითხრათ ყველაზე ნაკლები შანსი აქვს რომ დამოუკიდებელი თამაში ითამაშოს და ყველა სხვა კანდიდატი რომელიც განიხილებოდა შესაძლოა ნდობის ძალიან დაბალი ხარისხი იყო, თუნდაც ყველაზე სანდო ხალხს იმათაც რაღაცა პრეზიდენტის პოსტზე რამე განსხვავებული აზრი არ გაჩენოდა. ანუ ყაველაშვილს რომ გაუჩნდეს მას რესურსი არ აქვს რომ ეს ყველაფერი მართოს და მეორეს მხრივ მაქსიმალურად დააკნინოს პრეზიდენტის ინსტიტუტი რომ წარმოადგენს ისეთი ადამიანი რომელსაც არა თუ ისე ვთქვათ ზად არის ამისთვის, არამედ ამაზე არც უფიქრია და არც იყო ამისთვის არანაირი ნაბიჯები გადადგმული ის რაღაცა ყოფილიყო საპრეზიდენტო ინსტიტუტის კი არა უფრო რამე რაღაცის ხელმძღვანელად წარმოდგენილი. ანუ რეალურად ეს გვაჩვენეს რომ დააკნინეს პრეზიდენტის ინსტიტუტი და თან გარანტია მიიღეს რომ ეს ადამიანი სანამ იქნება ის თავის თამაშს და თავის განსაკუთრებულ სიტყვას არ იტყვის და აი ეს არის როგორც ჩანს შერჩევის თავი კრიტერიუმი. სამ ძალიან გული მწყდება რომ ამას ვამბობ და ამის თქმა მიწევს, მაგრამ მე ძალიან დიდი ხანია მიხეილ ყაველაშვილს ვიცი რომ მე ვიცნობდი მას სხვანაირ ადამიანს და კიდევ ერთხელ მგონია რომ საუკეთესო რაც შეიძლება მან გააკეთოს, ჩამოვიდეს ამ ბავშვებს ფეხბურთი ეთამაშოს და დაანახოს და გაიგოს მოусმინოს ამ ბავშვებს რა უნდათ, ამ ახალგაზრდებს რა უნდათ. ამაზე კარგს იგი ვერაფერს აღარ გააკეთებს თავის ცხოვრებაში. კი ბატონო, ბატონ დიმიტრი, პროტესტი არის იმ პროცესის პარალელურად პარლამენტის გარეთ. ჩვენ ხედავთ მოქალაქეებს, მათ შორის თქვენც ახლა მერთვებით სწორედ ამ საპროტესტო აქციიდან და ეს პროტესტი არის უწყვეტი. დღეს კი ვიცით რომ 7 საათზე კახაკავალაძე აპირებს რომ პარლამენტის შენობის წინ დადგმული ნაძვის ხე საზეიმოდ გაანათოს. გუშინ პრეზიდენტმა ამას პროვოკაცია უწოდა. საღამოსო ნაძვის ხეს რუსთაველზე ანთება არის პროვოკაციაო და შესთავაზა კიდეც რომ გადაიტანეთ ეს ნაძვის ხე სხვა ლოკაციაზე. აი თქვენ რა სიტყვით? თქვენ
თქვენი თვალთახედვითაც არის თუ არა ეს პროვოკაცია, რასაც დღეს გეგმავს ხელისუფლება და როგორ წარმოგიდგენიათ მოვლენების განვითარება ამ პირობებში? გულისხმობ აი პროტესტი და კალაძე, რომელიც რაღაცა ნაძვის ხეს ანთებს და ადამიანებს მოუწოდებს, რომ აი ბავშვებით, შვილებით გამოდით, რაღაცა თითქოს საზეიმო განწყობა და ვითარება უნდა შექმნას იმ დედაქალაქის მთავარ გამზირზე, სადაც ჩვენი თანამოქალაქეებს სასტიკად გაუსწორდნენ, ხო? მე ძალიან არასერიოზული გახდა ის, რომ სადღაც ხელისუფლება გადაწყვიტა, რომ ნაძვის ხის ანთება მათთვის რაღაცა სტრატეგიული გამარჯვების ან ტაქტიკური გამარჯვების ნიშანი იქნება და ხა დღეს აანთებენ და მე ვფიქრობ, რომ აანთებენ და მე არ მგონია, რომ აქ ახალგაზრდებმა ხელი შეუშალა ანთებას. ესენი არ არიან გრინჩები, როგორც უნდა წარმოადგინონ, ესენი არ იპარავენ ახალ წელს და ახალ წელს არ პარავენ თავის მოსახლეობას. უბრალოდ მათი განწყობა არის, ამ განწყობას ვერაფერი ვერ შეცვლის, ხელოვნურად შექმნილი დღესასწაულები ამას ვერ შექმნის ამ ხალხს აქვს ეს განწყობა და რეალურად გამარჯვება თუ იქნება მათ მხარეს, ესენი აუცილებლად ნაძვის ხის ირგვლივ იზეიმებენ ახალ წელსაც და გამარჯვებასაც. დანარჩენი ქართულ ოცნებას და ქალაქის მერს რომ უნდა რომ ეს გააფორმოს როგორც სტრატეგიული ნიშანი, მე ვფიქრობ, რომ მინიმუმ არასერიოზულია. არასერიოზულია და რა თქმა უნდა პრეზიდენტის შეთანხმები გარკვეული პროვოკაციის ნიშანიცაა. თუნდაც გედედე მოიყვანო და გედედე დააყენოს ნაძვის ხის ირგვლივ და გედედე იცეკოს ნაძვის ხის ირგვლივ. აი ესეთი სასაცილო სურათი შეუძლია შექმნა. რეალურად მე ვხედავ რომ ამ ახალგაზრდებს არ აქვს არანაირი ძალადობის, დაპირისპირების, არანაირი სურვილი, არანაირი ნიშანი, არანაირი მზადება. შესაძლოა ესენი არიან ძალიან ლაღი ახალგაზრდობა და მე ვფიქრობ მთელი პროტესტი ამ დღეების ორ კვირაზე მესამე კვირაა უკვე. პროტესტი აჩვენებს რომ ეს არის ძალიან ლაღი, განსხვავებული პროტესტი, რომელსაც ძალიან დიდი ენთუზიაზმით უყურებს მთელი მსოფლიო. აი თუ დააკვირდებით საერთაშორისო გამოხმაურებას, რიგითი ადამიანები ისინი ხედავენ რამდენად ევროოპტიმიზმი ტრიალებს საქართველოში, რომელიც ჭირდება ევროპას და ბატონ დიმიტრი, აი სწორედ აქედან გამომდინარე საერთაშორისო საზოგადოებას როდესაც საუბრობ. ალბათ ნახავდით ხო მაკრონის ვიდეო მიმართვასაც ქართველი ხალხისადმი, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ ქართველებს საშუალება უნდა მიეცეთ ხელახლა აიღონ ხელში საკუთარი ბედი. ის აკრიტიკებს ხელისუფლების ძალადობას და საუბრობს ასევე დიალოგის აუცილებლობაზეც. როგორ შეაფასებდით მის ამ მიმართვას და აი დიალოგი როდესაც არის ნახსენები, ამ რესურსს ხედავთ თუ არა საერთოდ ასეთ ვითარებაში? იცით, ეს არის ერთგვარი სავალდებულო, პრინციპში პრეზიდენტ მაკრონი რასაც საუბრობს, ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც შეიძლება საზოგადოებას უბრალოდ სახელმწიფომ გამოიყენოს როგორც გამოსავალი ამ ძალიან სიღრმისეული კრიზისიდან. მას მერე სამწუხაროდ ქართული ოცნება აგრძელებს ამ კრიზისის გაღრმავებას. დღევანდელი დღეც ამის ნიშანია, სავარაუდოდ ინაგურაციის დღე, რომელსაც არ ცვლიან, ესეც მაგის გაგრძელება იქნება, თუმცა ერთადერთი გამოსავალი ამ კრიზისიდან არის რეალურად დაждდეს პოლიტიკური მხარეები დიალოგის რეჟიმში გადავიდნენ, ოღონდ აქ პირობები და წინა პირობებიც უნდა იყოს ის, რომ უკანონო დაკავებული ადამიანები უნდა განთავისუფლდნენ, იმიტომ რომ სხვანაირად უბრალოდ წარმოუდგენელია რამეზე ვისაუბროთ და აუცილებლად უნდა დავждდეთ და ვისაუბროთ იმაზე, რაც გააფუჭა ქართულმა ოცნებამ. ანუ თუ გააფუჭდა და არჩევნების გზით მოიშალა დემოკრატიული სისტემა ქვეყანაში, ერთადერთი გზა ამის გამოსწორების არის ისევ ახალი არჩევნების გზით დემოკრატიულ კალაპოტში დაბრუნება ქვეყნის. ამას უბრალოდ ეს არ არის რომელიმე კონკრეტული ადამიანის ან ჯგუფის ან პოლიტიკური პარტიის აკრიტიკება, ეს არის ერთადერთი გზა, რომელთაც შესაძლებელია დაშლილი დემოკრატია დაბრუნდეს დემოკრატიულ რელსებზე. ამიტომაც აი ამ დიალოგს ალტერნატივა საბოლოო ჯამში არ აქვს, რაც უფრო ადრე მიხვდება ქართული ოცნების ხელისუფლება ამას, მით უკეთესი მათთვისა და სახელმწიფოს სამწუხაროდ მათი უგუნური გადაწყვეტილებები აზიანებს სახელმწიფო ინტერესებსაც. მადლობა თქვენ. ძალიან დიდი მადლობა დიმიტრი ცქიტიშვილს ვუსმენდით ჩვენ პირდაპირ ეთერში და ეხლა